15 და 16 თებერვალს რუსთავის სპორტის სასახლემ კიბერსპორტის სამოყვარულო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს ისტორიაში კიბერფეხბურთის ყველაზე მასშტაბურ ტურნირში რუსთავის 100.025-300-მდე მოყვარული სპორტსმენი იყო ჩართული. ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულ სპორტსმენს რუსთავის 100.025 და ფულადი ჯილდო. ტურნირის ყველა მონაწილეს კი რუსთავის მერიის სპეციალური საჩუქარი გადაეცა. რუსთავის გარდა კიბერფეხბურთის ტურნირები საქართველოს 7 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება და ივნისში მესტიაში დასრულდება. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100.000 ლარია. პროექტის მიზანი რეგიონებში კიბერფეხბურთის ხილმისაწვდომობა და განვითარება. ტურნირი რუსთავის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს კიბერსპორტის ფედერაციის ინიციატივით მოეწყო. რუსთავის 100.025-ში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ახალგაზრდამ. კიბერსპორტი დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება ახალგაზრდებში და განსაკუთრებით კიბერფეხბურთით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. რუსთავის სპორტის სასახლემ მისცა ახალგაზრდებს შესაძლებლობა, რომ შეკრებილიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ მასშტაბურ ტურნირში. ამ დისციპლინის მოყვარულებისთვის ეს მართლა დიდი ზეიმია, იმიტომ რომ ესეთი ყურადღება არ გვიგვიძნია ჩვენ არასდროს. დიდი მადლობა ამისთვის, რა თქმა უნდა, ქალაქ რუსთავს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული ამ ღონისძიების ასე ორგანიზებაში, ყველასთან დიდი მადლობა. აქ თავი ის არის, რომ რუსთავის თასის გამარჯვებული ამით არ დასრულდებულა, მიდის მესტიაში და უნდა გამოვლინდეს საქართველოს თასის მფლობელი, რაც კიდევ უფრო გრანდიოზულს ქმნის.